მტკიცებულებების გასაჯაროების ნაცვლად ქართული ოცნება ისევ ბრიტანულ მაუწყებელს BBC-ს ესხმის თავს და ამტკიცებს, რომ მას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები მოქალაქეების სავარაუდო ქიმიური მოწამვლის შესახებ. ოცნების წარმომადგენლები კვლავ ამბობენ, რომ BBC საერთაშორისო ინსტიტუციებში მოუწევს პასუხების გაცემა, მაგრამ ამ დრომდე ოცნება ტელეკომპანიას მხოლოდ მარეგულირებელ კომისიაში უჩივის და საერთაშორისო სასამართლოსთვის არ მიუმართავს. ოპოზიციაში კი დარწმუნებული არიან, რომ საერთაშორისო სასამართლოში მოპასუხე ქართული ოცნება იქნება და ის კაცობრიობის წინაშე დამნაშავის სტატუსს ვერ ჩამოირეცხავს. ნინი ბალანჩივაძემ მოისმინა პოლიტიკური შეფასებები, ის გაგვაცნობს ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს. მამუკა მდინარაძის უწყებაში გაკეთებული განცხადების შემდგომ დღეს ოცნების დეპუტატები ერთმანეთის მიყოლებით იმეორებენ იმას, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიება დასრულდა და არანაირი კითხვა არ არსებობს უკვე რა იყო ის ნივთიერება, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოიყენა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, თუმცა კითხვა არის ძალიან ბევრი კითხვა უფრო მეტად გააჩინა სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულმა ბრიფინგმა, სად არის ის დოკუმენტი, რომელიც ამას დაადასტურებს, რომ აკრძალული ნივთიერება არ ყოფილა გამოყენებული აქციების მიმდინარეობის დროს და რატომ არ საჯაროვდება ეს შესაბამისი დოკუმენტაცია, მით უმეტეს მაშინ, როდესაც სუსის განცხადებაში საუბარი იყო 4 დეკემბერთან დაკავშირებით და აქციების დარბევისას სხვა რიცხვებში უცნობი არის, რა ქიმიურ ნივთიერებას იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციების მიმდინარეობისას. გარდა ამისა, მთავარი კითხვები დღეს ქართული ოცნების დეპუტატებთან არის საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით. უნდა ჩაატაროს თუ არა ოცნებამ საერთაშორისო გამოძიება ამ სკანდალურ გამოძიებაზე, რომელიც დადო BBC-მ გავლენიანმა მაუწყებელმა, სადაც დეტალურად არის საუბარი მტკიცებულებებით და შესაბამისი დოკუმენტებით სავარაუდო ქიმიური ნივთიერების გამოყენებასთან დაკავშირებით. ოცნებაში კი რასაც პასუხობენ არის ის, რომ არც დოკუმენტის გასაჯაროვება არ არის საჭირო, არც საერთაშორისო გამოძიება, ვინაიდან სუსმა ამ საკითხთან დაკავშირებით ყველანაირი კითხვა ამოწურა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას, თუმცა ჩვენ ვიცით მეორე მუხლი უცხო ქვეყნის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, რომელთან დაკავშირებითაც როგორც თავად უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, აქტიურად მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესები და ასევე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის, რას აპირებს ქართული ოცნება. ჩვენ თავდაპირველად მოვისმინეთ უმრავლესობის ლიდერის განცხადება საერთაშორისო დავასთან დაკავშირებით, რომ ისინი მიმართავენ საერთაშორისო სასამართლოებს ამ საკითხთან დაკავშირებით, შემდგომ მოვისმინეთ უკან დახევა და კობახიძის განცხადება, რომ მიმართავს ბრიტანულ კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და დღესაც ქართული ოცნება იძახის, რომ საერთაშორისო სასამართლოს წინაშე მოუწევს პასუხისგება BBC-ს, თუმცა კონკრეტული ქმედებები ამ მიმართულებით ჩვენ ქართული ოცნების მხრიდან ჯერ არ გვინახავს. დოკუმენტი შეიძლება გასაჯაროს, მაგრამ ფაქტიურად დოკუმენტები არსებობს და ამ დოკუმენტების როგორც გასაჯაროვა და მოიპოვა BBC-მ და გახსოვთ თქვენ ერთგვარიანი დოკუმენტი წარმოადგინა BBC-მ, ასევე შეიძლება სხვა დოკუმენტებიც გასაჯაროვდეს. ეს არ ვიცი, ალბათ გამოძიება როცა დასრულდება, საბოლოო ჯამში მე თუ ამის საჭიროება იქნება დოკუმენტებსაც გამოქვეყნოს საჭიროება იქნება და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ჩათვლიან, გულისხმობ გაეროს შესაბამის კომისიას, გაეროს შესაბამის უწყებას, რომელიც აკონტროლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აკრძალული ქიმიური ნივთიერებების ყიდვას, გაყიდვას, გამოყენებას და შემდეგ რა თქმა უნდა საქართველოს სახელმწიფო. მე ვფიქრობ, რომ არ არის საჭიროება ამის, რადგან გამოძიება ჩატარდა და მე გამოძიებას ვენდობ, ისევე როგორც მანამდე ვენდობოდი განცხადებებს, თუმცა გამოძიება ჩატარდა სწორედ იმიტომ, რომ ეს საკითხი დასრულებული იყო. მე რო უყურე, მე დამაინტერესა თქვენმა ფორმულა რომ მომცა და დამასპოილერა და მითხრას რომ ეყურებინა, მე რო უყურე, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ გამოძიება დასრულებულია, საკითხი ამოწურულია, როგორც უკვე ვთქვით, ბომბულიც ამოვიდა თუთიყუს და ძაღლის პატრონს მოეფერა. მოდი ესე ვთქვათ, სანამ ეს გამოძიება დასრულდებოდა და დადგინდებოდა, რომ არანაირი იარაღი არ იყო გამოყენებული, ქიმიური აკრძალული იარაღი არ იყო გამოყენებული. მანამდე ამბობდით, რომ როდის დასრულდება, რატო არ ასრულებს და დროზე წარმოაჩინებს მტკიცებულება და ასე შემდგომ. პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება და მან თქვა, რომ დადასტურდა, რომ არანაირი აკრძალული იარაღი არ გამოყენებულა და ვისაც რაიმე მტკიცებულება ჭირდება, ან შესაბამის ფორმატები არსებობს, დაინტერესებულ მხარეს მიაწვდიან იმას, რომ ეს არ გამოყენებულა. BBC-სთან აუცილებლად მოხდება პროცესები და BBC-ს მოუწევს პასუხების გაცემას და როგორ ამ ფორმატში, რა თქმა უნდა, გაირკვევა, მე არ მგონია, რომ BBC-ს პრობლემა კონდეს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუციაში თავის მტკიცებულებები წარმოადგენს.
მოკეთ კითხვა არის ძალიან ბევრი, თუმცა თქვენ უსმენთ ქართული ოცნების წარმომადგენლების განცხადებებს, ისევ თავდასხმები ერთდროს მათთვის გავლენიანი მედიის წინააღმდეგ და ისინი ამ ბოლო დღეების განმავლობაში შეთქმულებების თეორიებშიც არიან, რომ ეს არის ჰიბრიდული ომი საქართველოს წინააღმდეგ, ოცნების ხელისუფლების წინააღმდეგ, რაც გამოიხატება მათ შორის BBC-ს საგამოძიებო ფილმითაც და კითხვა არის, რატომ არ საჯაროვდება ამდრომდე დოკუმენტაცია, რას ფიქრობს ქართული ოცნება საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით, ვინაიდან ეს მოთხოვნა აქვთ როგორც ოპოზიციონერებს, ასევე სამოქალაქო აქტივისტებს, იმ საზოგადოებას, რომელიც ერთი წლის განმავლობაში აპროტესტებს სწორედ ქართული ოცნების ნაბიჯებს, მათ აინტერესებთ რა არის ის ქიმიური ნივთიერება, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იყენებდა სწორედ მათ წინააღმდეგ, თუმცა ამ კითხვებზე ამ დრომდე პასუხები არის გაუცემელი.